Ursula von der Leyen-ი თანამდებობას შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ჩავარდა ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა 175 მომხრე 360 წინააღმდეგი წინადადებას შემდგომი პროცედურები აღარ მოჰყვება, რადგან უნდობლობის გამოსაცხადებლად მინიმუმ 357 მომხრე იყო საჭირო. რუმინელი ევროპარლამენტარი ულტრამემარჯვენე პარტიიდან საკუთარ მოთხოვნას ევროკომისიის იმ პოზიციით ასაბუთებდა, რომლითაც Ursula von der Leyen-სა და კომპანია Pfizer შორის COVID-19 პანდემიისას ვაქცინების შეძენის კონტრაქტებთან დაკავშირებული მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი თქვეს. ულტრამემარჯვენე დეპუტატს ლაენის მიმართ სხვა ბრალდებებიც აქვს, მათ შორის აბრალდება კორუფციისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესახებ. ექნება თუ არა Ursula von der Leyen-ის გარშემო აგორებულ სკანდალს მომავალში გაგრძელება და როგორია ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური განწყობები ევროპარლამენტში. თამთა რუხაძე დეტალებით. ევროკომისიის პრეზიდენტი Ursula von der Leyen-ი, რომელმაც ეს თანამდებობა მეორე ვადით 1 წლის წინ დაიკავა, უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. Ursula von der Leyen-ისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 720 წევრიანი ევროპარლამენტიდან 2/3-ის თანხმობა იყო საჭირო, თუმცა მოქმედ პრეზიდენტს ამდენი მოწინააღმდეგე არ აღმოაჩნდა. Von der Leyen-ის წინააღმდეგ მხოლოდ 175 დეპუტატმა მისცა ხმა. ხმის მიცემა დასრულებულია და ინიციატივა უარყოფილია. პროცედურის ინიციატორი რუმინელი ულტრამემარჯვენე ფრაქციის ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების ვიცე-თავმჯდომარე გეორგე პიპერია იყო. Von der Leyen-ის წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდება იყო წაყენებული, მათ შორის პირადი ტექსტური შეტყობინებების გაცვლა COVID-19 პანდემიის პერიოდში ვაქცინის მწარმოებელი Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ასევე ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევა. ამ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ამ თემაზე დებატები გაიმართა, სადაც პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკომისიამ დამამცირებლად ჩამოართვა უფლებამოსილებები წევრ სახელმწიფოებს და უგულებელყო ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების არადემოკრატიული კონცენტრაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში ეწინააღმდეგება შემოწმებისა და ბალანსის პრინციპებს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გახდა არაგამჭვირვალე, დისკრეციული და იწვევს ბოროტად გამოყენებასა და კორუფციის შესახებ შეშფოთებას. ამ დებატებზე ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ Pfizer Gate-თან დაკავშირებული ბრალდებები უბრალოდ დიდი სიცრუეა. ასევე თქვა, რომ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მის წინააღმდეგ შეკითხვები არის და მზად არის მათ ღიად და გამჭვირვალედ უპასუხოს. Ursula von der Leyen-მა საპასუხოდ ის მიღწევები ჩამოთვალა, რაც პანდემიის პერიოდში მისი პრეზიდენტობით ევროკავშირის ქვეყნებს ჰქონდათ. მახსოვს ის დრო, როდესაც შეიძლებოდა გვეგრძნო, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა. თუმცა ასევე არ დამვიწყებია, რას მივახციეთ ერთად. როგორ შეიქმნა ვაქცინა რეკორდულ დროში ევროპული მეცნიერების წყალობით. როგორ გავზარდეთ სამრეწველო წარმოება. როგორ მიეცა ყველა წევრ სახელმწიფოს ვაქცინებზე თანაბარი წვდომა. როგორ მიეცა ყველა მოქალაქეს დიდი თუ პატარა ქვეყნიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან თანაბარი შანსი. და ეს არის სოლიდარობის ევროპა, რომელიც და ეს არის ევროპა, რომელიც ექსტრემისტებს ძულთ. Von der Leyen-ი კენჭისყრას საკუთარი ცენტრისტული მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და ლიბერალური განახლების მწვანეების და მემარცხენე ჯგუფების მხარდაჭერის წყალობით გადაურჩა. როდესაც მის წინააღმდეგ ხმის მიცემა მიმდინარეობდა, Von der Leyen-ი რომში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას. დასავლური მედიის შეფასებით ცხარე დებატებმა და დღევანდელმა კენჭისყრამ პანდორას ყუთი გახსნა და ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა უფრო არამყარია, ვიდრე ოდესმე და შესაძლოა ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს. სოციალისტებმა და დემოკრატებმა უნდობლობის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც Ursula von der Leyen-მა ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტში ევროპის სოციალური ფონდის დაცვის პირობა დადო.